ჩვენი სტუმრები არიან და-ძმა მაია და მინდია მამსირაშვილები. აუვარდეთ მინდია, სალამი მაია, მოგზამბიკე მოხდა. მოგესალმებით, მაია, მინდია. მიხარია რომ ამ შემადგენლობით გასმიდლოთ, იმიტომ რომ მაიკო შენ არ არის დიდი ხანი რაც ჩემთან იყავი, ოღონდ მას ჩვენ არ გვისაუბრია შენ იმღერე, რაც შეეხება შენს გამოსვლას, მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ შესანიშნავი და ძალზე დასამახსოვრებელი იყო მაია მამსირაშვილის გამოსვლა პროექტ ხალხურში, სადაც ნამდვილ აღმოჩენად იქცა იგი, თუმცა შენ ადრეს აღნიშნე დიდი ხნის წინათ, 10 წლის წინათ დაახლოებით ჩვენთან გამოხვედი პირველად ჩემს საავტორო ფოლკლორულ გადაცემაში და მაშინვე მიიპყრო შენმა გამოსვლამ ხალხური სიმღერის მოტრფიალეთა ყურადღება. დღეს შენ ძმასთან ერთად, მინდიასთან ერთად მოგიპატიჟე, ვინაიდან მინდა რომ თქვენი საოჯახო ტრადიციების შესახებ ორი სიტყვა ვთქვათ და გავასწროთ თქვენი ლამაზი ოჯახი, რომელიც აი ნამდვილი ტრადიციული ღირებულებებით ცხოვრობს. ჩემო მინდია, შენგან დავიწყებ, ჩემო კარგო. ვითხარით თქვენი ოჯახის შესახებ და სასიმღერო ტრადიციებზე, რომელიც მამსირაშვილებს გააჩნიათ. დიახ. პირველ რიგში ბატონო გია, მადლობას გეტყვით მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. და-ძმა მამსირაშვილები, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მე და ჩემი და ისე 4 ვართ დედმამიშვილები. დამღერის ძმა ნაკლებად. დედა ყავს ქორეოგრაფი. და ბავშვობიდან ისე იყო, რომ დედა ჩემო რო აღმოაჩინა ამ რაღაც მუსიკალური ის ქონდა, ძირითადად ჩემდას რა, პატარა იყო. მე ბაბოს ვიზახი ჩვენ ბებომ ფანდური მოუტანა და თავისით რაღაცებს ახერხებდა. აწყო რამდენიმე სიმღერა და მე პირველი სცენა, ჩვენი სკოლის სცენა იყო, მე უკვე უყანეს TNT-ის მოშორებით არის ჩვენი სოფელი რაიონთან 12 კილომეტრია დაშორება. ტრანსპორტიც არ იყო იმდენად და 12 კილომეტრის მანძილი გვიწევდა ხოლმე რა ხანმახერხებით მისვლას ხანმე რა მაშინდელი კულტურის განყოფილების გამგე იყო ქალბატონი ქეთინევა შარმიაშვილი და იმისგან ავიდგით პირველი ნაბიჯები. მე უკვე აქ ჩამოვედი თბილისში და თუ რომ ისამდე ფესტივალები ტარდებოდა, ლაურეატები რაღაც საპრიზოებიც ყოველთვის ვიღებდით ხოლმე და დანარჩენს დანარჩენი მაიკო გაგრძელოს არა? მოგესალმებით ბატონო გია. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენ სტელემაყურებელს. ვართ მთიულები, ვართ მთიდან. თუმცა ბაბობ შაველი ყავს და ეს სიტყვაც არის თქვენთან. ორი ვართ, მთიულების ვართ და შაველიც. ხოდაშორის შენ იმ სიმღერით და იმ სიმღერებით დაამახსოვრე თავი, რომელიც მართლა ძირძველია და ავთენტური ძირები აქვს. მაგრამ დღეს საავტორო სიმღერა შესრულდება თქვენი დუეტის მიერ და მოდი ამ სიმღერაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ვინ არიან ავტორები? ეს სიმღერა არის ყველასათვის საყვარელი უმბერაზი ადამიანი, ჩვენებული თიანელი ბატონი ტარე ხარხელაურის ლექსია. და მუსიკა ეკუთვნის ემიგრანტი არის თუში ბატონი კობა ბუფაიცე და იმისი მუსიკა არის და ჩვენ გვაჩვქეს ეს სიმღერა და ჩვენ იმათ იქცა რომ მოგლედ ავტორებიან შემსრულებელია და თავიდან ბოლომდე მთის სულია აი ამ სიმღერაში ხო? აი ხარ. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და დაგითმობთ ჩვენი შოუს სცენას. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო გიათ ყველას თქვენ კოლექტივს ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და ჩვენი გაფასებით. აი ხარ. ამადე დიდია შენიდან ჩემამდე არცისე ამინდი საგრძნობლად მშვიდია მანციფრებ ამინდი საგრძნობლად მშვიდია მანციფრებ ჯერ კიდევ ყვავიან ატომები Haria momidas ramechos me vambobar momenatoremi shelzukhar igimi saejo me vambobar momenatoremi shelzukhar igimi saejo dagamda vaskulavni aikne Rokheda ushori sho satama
ჭყვაზე გადმომყავს სამყაროს მიახლა გიში ვარ საერთოდ ჩემ ჭყვაზე გადმომყავს სამყაროს რაღაცა მაწამებს და ჩემში მუდმივად ბინდიან და მაინც მიზიდავს სამწამებს ორ რომ მისრივით ვიდია და მაინც მიზიდავს სამწამებს ორ რომ მისრივით ვიდია სადღაც ყვავიან ატომები ხარია მომიდას რამე ჭორს მე ვამბობარ მომენატრები შენ თუ ხარ იღიმი საჭორ მე ვამბობარ მომენატრები შენ თუ ხარ იღიმი საჭორ მანძილი შენამდე დიდია დიდი მადლობა და ძმა მამსილაშვილებს წარმატებები უსურვოთ მათ